საქართველოს სიკეთე გადამდებია შეიტანეთ წვლილი ქველმოქმედებაში 17 დეკემბერს საქართველოს მსოფლიოში ცნობილი ვოკალური ჯგუფი New York Voice ესტუმრება ამერიკული ჯგუფი ქართველი მსმენელისათვის კომპოზიციებს თბილისის სიმფონიური ორკესტრის თანხლებით შეასრულებს. სახელმწიფო საღამოს სოლიდარობის ფონდის ბენეფიციარებისათვის ონკოლოგიური დაავადების მქონე ბავშვებსა და 21 წლამდე მოზარდებისათვის იმართება საღამოზე დასასრული ბილეთები 20-დან 100 ლარამდე ღირება კონცერტიდან შემოსული თანხა კი სრულად ქველმოქმედებისათვის დაიხარჯება. It's frightful, but the fire is so delightful, and seriously no place to go. ჯულ სტაინის ამ ცნობილი კომპოზიციით 2015 წლის მოახლოებას ქართველ მსმენელს New York Voice მიულოცავს. მსოფლიოში სახელგანთქმული ვოკალური ჯგუფი საქართველოში პირველად ჩამოდის. ცნობილი სიმფონიური ორკესტრების შემდეგ New York Voice-ის კვარტეტი კონცერტს თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად გამართავს. აკაპელას ჟანრის ნომერ პირველი შემსრულებლები ქვეყანას ქველმოქმედებისთვის ეტყვევიან. ბენდის ოფიციალურ საიტზე საქართველოში გასამართი კონცერტის თარიღი უკვე ჩანიშნულია. ლორენ კინჰენი, კიმ ნაზარიანი, დერმონ მიდერი და პიტერ ელდრიჯი ბენდთან ერთად დედაქალაქში 16 დეკემბერს ჩამოვლენ. მსოფლიოში ყველა ქვეყანაში თლიანად იყიდება მათზე ბილეთები, მით უმეტეს ახალ წლის პერიოდში, იმიტომ მათ სპეციალური პროგრამა აქვთ მთელი მსოფლიოს სიმფონიურ ორკესტრებთან ერთად სახალხო თემებზე, სპეციალური არანჟირებით. ყოველთვის გვინდა და ჩამოყალიბება ძალიან დიდ თანხებთან იყოს საუბარება, როცა საქველმოქმედო კონცერტი შედგა ესე, ამიტომ თვითონ სულ ფასოთან ჩამოდება ექსკლუზიური ფასი ძალიან დიდი დისკაუნტი გააკეთეს მათ. უამრავი მუსიკალური ჯილდოს მფლობელ New York Voice, 2 გრემი, კაპიტო დე რივიერასთან და Count Basie's ორკესტრთან ერთად ცოცხალი საკონცერტო შესრულებისთვის აქვს მიღებული. 27 წლის ისტორიის მქონე კვარტეტი და მისი ბენდი მუსიკალური გაფორმების უნიკალური სტილითა და იმპროვიზაციითაა ცნობილი. მათი მელოდიები ჯაზის, ბრაზილიური მუსიკის და R&B-ს ელემენტების ნაზავია. თბილისის სიმფონიურმა ორკესტრმა კონცერტისთვის მზადება თვენახევრის წინ დაიწყო. რეპერტუარის სხვადასხვა ჟანრის 20-მდე ჰიტს გააერთიანებს. ეს არის ორგანიზებული კონცერტი. არის შობის საშობაო სიმღერები, არის ასევე ჯაზის რამდენიმე შედევრი, განსხვავებული თემები, არის 70 წლების პოპულარული სიმღერები. უბრალოდ ძალიან სერიოზულად, იმიტომ რომ გესმის ეს პასუხისმგებლობა, რომ ესეთ ცნობილ მსოფლიოში სახელგანთქმულ ანსამბლთან სათანადოდ უნდა ვიყოთ მზად. New York Voice-ის კონცერტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სრული ანშლაგით იმართება. თბილისში დაგეგმილი საახალწლო საღამო საქველმოქმედოა. შემოსული თანხა სრულად სოლიდარობის ფონდში გადაირიცხება და ონკოლოგიური დაავადების მქონე 21 წლამდე პაციენტებს მოხმარდება. თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გრანდიოზულ საღამოზე მისული თითოეული მსმენელი ქველმოქმედების მონაწილე ავტომატურად გახდება. ჩვენი მიზანი არის რომ ეტაპობრივად ფინანსური რესურსების ზრდასთან ერთად გავაფართოვოთ პროგრამები. უამრავი პრობლემა აქვს საქართველოში. ზოგადად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების ოჯახებს, ასევე იშვიათი დაავადებების ბავშვების ოჯახებს და მსგავსი ღონისძიებებით. უფრო მეტი ჩართულობით საზოგადოების, როგორც კერძო სექტორის, ასევე ინდივიდუალური მოქალაქეების იმედი გვაქვს, რომ გაზაფხულისთვის ჩვენ შევძლებთ, რომ ონკოლოგიური პროფილი გავაგრძელოთ და გარდა ამისა, ბევრად უფრო მეტ ბავშვს დავეხმაროთ ერთობლივი, ასე ვთქვათ, ხელშეწყობით. მოგეხსენებათ ქრისტიანულ შემოგონებამ გააფორმა სოლიდარობის კონტრაქტი რამდენიმე თვის წინ. მემორანდუმი კონტრაქტი ესე ვთქვათ და ყველა კატალოგური ღონისძიებიდან გატარებული ბილეთის 100% ყოველთვის ირიცხება ამ ფონდში. მოხარულები ვართ ამ გამოცხადებას აყვანებდა სხვადასხვა კომპანიების და ყველა მოსული დამსწრე მაყურებელი ავტომატურად მონაწილე ხდება ქველმოქმედების. სოლიდარობის ფონდის ბენეფიციარებისთვის კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო საქველმოქმედო კონცერტების გამართვას მომავალშიც გეგმავს. მოლაპარაკებები მსოფლიოში აღიარებულ მუსიკალურ შემსრულებლებთან უკვე მიმდინარეობს. მანამდე კი ონკოპაციენტების დასახმარებლად New York Voice-ისა და ჯანსუღ კახიძის თბილისის მუსიკალური ცენტრის ერთობლივი საახალწლო საღამო თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში 17 დეკემბერს 20 საათზე გაიმართება.